ღვთის ძალით ისრაელები გათავისუფლდნენ ეგვიპტეში 430 წლიანი მონობიდან და ქანაანისკენ გაემართნენ. თუმცა ისრაელებმა დაივიწყეს ღვთის მადლი, ვინც ისინი გაათავისუფლა. რატომ გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან ამ უდაბნოში? ადამიანებს, რომლებიც ჩიოდნენ, შხამიანი გველები უკბინეს და დაიღუპნენ. უფალმა უთხრა მოსეს: გააკეთე შენთვის გველი და დაამაგრე იგი დროშაზე და ყოველი დაგესლილი, ვინც მას შეხედავს, ცოცხალი დარჩება. მაშინ ბრინჯაოს გველმა გადაარჩინა ისინი. არა. ღმერთმა ისინი თავისი სიტყვებით იხსნა, ვინც ნაკბენს შეხედავს, ცოცხალი დარჩება. მიუხედავად ამისა, ისრაელები ასწლეულების განმავლობაში სცემდნენ თაყვანს ბრინჯაოს გველს, რადგან ფიქრობდნენ, რომ მას იდუმალი ძალა ჰქონდა. როდესაც მეფე ხიზკიამ ბრინჯაოს გველი დაამსხვრია, ღმერთმა შეაქო იგი და წარმატებას აძლევდა ყველაფერში, რასაც წამოიწყებდა. რატომ შეაქო ღმერთმა ხიზკიაჰუ, რომელმაც ბრინჯაოს გველი ნაწილებად დაამსხვრია? ეს იმიტომ, რომ ის, ვინც კერპს სცემს თაყვანს, განადგურდება. ბრინჯაოს გველის თაყვანისცემის ისტორია წინასწარმეტყველება იყო, რომ ეკლესიები ჯვარს აღმართავდნენ და განადგურდებოდნენ. როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს წე კაცისა. არა ჯვარმა, არამედ იესომ გვიხსნა. თუმცა დღეს ეკლესიები ჯვარს ისევე სცემენ თაყვანს, როგორც ისრაელები ბრინჯაოს გველს სცემდნენ თაყვანს. ჯვარი მხოლოდ ხის ნაჭერია, ისევე როგორც ბრინჯაოს გველი მხოლოდ ბრინჯაოს ნაჭერია. ეკლესიები, რომლებიც ჯვარს აღამთავენ, განადგურდებიან. გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზია, რომ ის ცოდვებს და არ მიიღო მისი წყვილებისაგან. გთხოვთ, სწრაფად გამოდით ეკლესიებიდან, რომლებიც ჯვარს აღამთავენ.